ეს ეპიზოდი იქნება პატარა აღიარება, რომ ხანდახან მათ უარად ვგრძნობ თავს. გამარჯობა. მე სოფო ვარ და ეს ჩემი პოდკასტია. ეს კიდევ ჩემი ოჯახის ახალი წევრია, რომელიც ძალით მყავს, მაგრამ უკვე ძალიან მიყვარს. ძალით ნიშნავს, რომ შემოგვიგდეს, ჩვენი არ არის. დიყვარული. იცი რა, დღეს ცოტა განსხვავებული ეპიზოდი გვექნება. ბოლო დღეებია სულ იმაზე ვფიქრობ, რომ რასაც გიყვებით, რასაც გიზიარებთ, რასაც გირჩევთ ხოლმე ჩემი გამოცდილებით, კი გულწრფელი და სწორია, მაგრამ ყოველთვის ისე ვერ მიდის ჩემი ცხოვრება, რასაც თქვენთან ვსაუბრობ. შესაბამისად, შფოთიც მაქვს ხოლმე, ნეგატიური ფიქრებიც მოდის, ცუდ ხასიათზეც ვარ, სახლიდან გასვლაც არ მინდა, ურთიერთობებიც ირევა ხოლმე. მოკლედ, დიდი კატასტროფებიც არის ხოლმე ჩემს ცხოვრებაში და აი ზუსტად მაგ დროს ვფიქრობ, რომ ესე იგი მე ამ ხალხს ესე ტელევიზორიდან ვილაპარაკები, რჩევა დარიგებებს ვაძლევ, რაღაცებს ძალიან სიმშვიდე და ძალიან პოზიტივი და ამასობაში შეიძლება აქეთ აი შავბნელი ღამე სუფევდეს. ალბათ შენც ქონია ისეთი მომენტი, რომ შენს მეგობარს რჩევას აძლევ, სწორ სიტყვას იძახი, სწორ დროს, იცი როგორ უნდა მოიქცე, რომ სიმშვიდე გქონდეს, იცი რა არის კარგი და ამ დროს შენ სულ სხვანაირად იქცევი. უბრალოდ ვერ მიყვები იმას, რაც გადმოცემით იცი. და აი მაშინ თან მით უმეტეს ჩემ შემთხვევაში, როცა პოდკასტის ჩაწერა ისეთ დროს დავიწყე, როცა ყველაზე დიდი ქაოსი მაქვს ტვინშიც და სულშიც და გონებაშიც და მით უმეტეს ესეთ დროს. და აი თითქოს ორი ადამიანი ცხოვრობს ჩემში. ერთი არის სოფო, რომელიც საუბრობს რა არის სწორი, რა მოიტანს სიმშვიდეს, როგორი დავიჭიროთ პოზიტივი და მივყვეთ მას, როგორ გადავლახოთ გლოვა და ასე შემდეგ, რაც რეალურად რომ არ მოგატყუო, არაფერი ისეთი არ არის, რასაც მართლა არ ვცდილობ და არ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ სულ ესე ხომ არ ვარ. მეორე მხარეს არის სოფო, რომელთანაც ქაოსია, რომელიც ხშირად ემოციას ვერ აკონტროლებს, რომელზეც ხშირად ბევრი სხვადასხვა გარემოება მოქმედებს, იქნება ეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, იქნება ეს ოჯახში მიმდინარე მოვლენები თუ მეგობრებთან, თუ სამსახურში. და აი მაგ დროს ეს ორი სოფო ერთმანეთს ხვდება, მანდ ჩემი მოტივაცია სადღაც ნელ-ნელა ფერმკრთალდება. მერე ეს რა ხდება, მერე ნახეთ, ირთვება კრიტიკა. და ირთვება ოღონდ ყველაზე მძიმე და რთული კრიტიკა, რომელსაც ქვია თვითკრიტიკა. ერთი სოფო ეუბნება მეორეს, რომ აი შენ არასწორო, შენ აქ ზიხარ და მშვიდად წყნარად რაღაცეებს იქიდან იმოძღვრები და ამასობაში კიდე შენი ვერ დაგილაგებია ვის რა უნდა ელაპარაკო. მერე ამ დროს ნახეთ ყველაზე საინტერესო დაკვირვება რა არის, მოდის ფიქრი იმაზე, რომ მეგობრები რა სიტყვიან, მეგობრებთან ხომ ავთენტური ხარ და ჩვეულებრივი ხარ და ხან რაღაცა გეწყინება, ხან რაღაც არ გეწყინება, შენ ამბებს უყვები იმას ამას და ეხლა ესენი იფიქრებენ, რომ ამას თავისი ვერ დაულაგებია და იქ ტელევიზორში ზის და რაღაცებს გველაპარაკება იქიდან. და ამ დროს ეს მეგობრების ხმა კი არ არის.
პირველ რიგში საკუთარი ხმა არის, ანუ სოფო მელაპარაკება ზუსტად ვიცი და უგრძნობა მას. სოფო, რომელსაც უნდა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, სოფო, რომელსაც უნდა რომ სიტყვას რო იტყვის ის სიტყვა იყოს. სოფო მელაპარაკება, რომელიც შეჩვეულია, რომ შეცდომა არ უნდა მოუვიდეს. და აქეთ ამხარეს ვარ ახალი სოფო, რომელიც ხვდება, რომ იდეალური არავინ არის, რომ იდეალური რომ არ იყო მოსულა და რომ ცხოვრება სწორხაზოვანი მუდმივად არ არის და ხან ძირს ჩავარდები, ხან ორმოა, ხან აღმართია და ალპებია, ხან ის არის, ხან ეს არის, ხან ქარბუქია, ხან მზეა და შენ ამას უნდა აეწყო. რაც ხმა გამოუშვა. შენ ამას უნდა აეწყო და შენ თუ ამას ვერ ეწყობი, კი არა და უბრალოდ შენ ამას ვერ აეწყობი, თუ რაღაც შორეული ოცნება და მოლოდინი გაქვს საკუთარი თავის, რომ იდეალური იქნები. გასაგებია, მაგრამ გასაგები კი არის, მაგრამ ჯერ იქამდე არ მივსულა, რომ ბოლომდე მოვიშორო ეს იდეალურობის მოთხოვნილება და აი, გამარჯობა, აქ ვარ ვიდეოს წერ თქვენთვის გელაპარაკებით თქვენ გულწრფელი ვარ მაქსიმალურად როგორი გულწრფელი შეიძლება იყოს ადამიანი მაგრამ შეიძლება რომ გავთიშავ კამერას თქვა რომ სოფო არაფერიც არაფერს შენ ისევ ისეთი ხარ და ისევ იდეალური გინდა რომ იყო და ისევ ყველას გინდა რომ მოწონდე ალბათ შენთვისაც ნაცნობია ეს მდგომარეობა არ მგონია რომ მარტო ვიყო ამ ამბავში თუნდაც იმ მომენტში, როცა სხვას რჩევას აძლევ, თუნდაც იმ მომენტში, როცა თუნდაც რჩევას არ აძლევ ვინმეს, მაგრამ შენთვის გაიფიქრებ, რომ ეს რა არასწორად იქცევა, ახლა ხომ ესე უნდა მოიქცეს და რა კარგად იქნება ესე რომ მოიქცეს. და უცებ შეიძლება გაგიელოს, თუ twins არ გაიბურღავ, ოდნავ მაინც გაგიელოს, რომ აი სოფო შენ ხო გააქ რა წყობილი. ესეა, ეს მიშლის ხელს, რომ ბოლომდე მოტივაცია მაღალ დონეზე მეჭიროს რა, იმიტომ რომ მე ამ თვითკრიტიკას რო შევყვები ხოლმე და შევყვები ჯერ ერთი არ მახასიათებდა არასდროს ესეთი გაძლიერებული თვითკრიტიკა რამ გადამრია და გამაგიჟა არ ვიცი ეგეც რაღაცა პროცესი მაქვს ეთყობა მიმდინარე რომ რადგან გადავწყვიტე რომ იდეალური არ ვიყო და შესაბამისად მოსულა რომ შეცდომები დავუშვა და მოსულა რომ ავთენტური ვიყო და მოსულა იმიტომ რომ ადამიანი ვარ იმის მერე უფრო და უფრო აი შიგნიდან მიკიტინებს, რომ რას ნიშნავს ახლა სოფო შენ? რანაირად იქცევი? და იდეაში ეს პოდკასტიც ხომ აგიტო დავიწყე. იმიტომ დავიწყე, რომ ადამიანობა გავანორმალიზო, რომ ჩვეულებრივი ადამიანები რო ვართ, შეცდომებს რომ უშვებთ, ტრამვები რომ გვაქვს, ამ ტრამვას როგორ უნდა გავუმკლავდეთ, როგორ შეიძლება რომ მოვიქცეთ, როგორ არ უნდა მოვიქცეთ, რა გვიშველის, რა გვაწყენს, რა შეცდომებს უშვებთ ადამიანები, ამაზე მინდა ლაპარაკი, ხო და ამაზე გესაუბრებით. და ამასობაში თან საკუთარ თავს მაინც სულ მუდამ კრიტიკის ქარ ცეცხლში ვატარებ. მართლა, აი, მართლა. და ზუსტად ეს არის, რაც ბოლო დღეებია, აი, გამძაფრებულად ვგრძნობ მაგას, როგორ მერჩის საკუთარი თავი, რომ არ ვარ იდეალური. რომ აქ რასაც ვლაპარაკობ, შეიძლება რაღაც მომენტში იმ გზას გადავუხვიო. თუნდაც თერაპიაზე არ წავიდე, ან თუნდაც მედიტაცია არ გავაკეთო. ან პოზიტიურად არ დავინახო ყოველ დღე და ყოველ წამს ცხოვრება, ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ ის ფიქრებიც ჩემი არ არის. ძალიან ვცდილობ. მით უმეტეს ამ გარემო პირობებში, მით უმეტეს პირად პრობლემებში, რომელიც ყველა ადამიანს გვაქვს ჩვეულებრივი რაღაცა არის, შეიძლება კატასტროფული არაფერი ხდებოდეს, მაგრამ პერიოდები არსებობს, ძიმე და კარგი. ეგრე არის ცხოვრება მოწყობილი. და
მე კიდე აქ რაღაცებს ვიჭიდავები ჩემ თავს, რომ გინდა თუ არა უმაღლესი ხარისხის უკარგესი პიროვნება უნდა ვიყო, ესე იგი ერთი სიტყვა არ უნდა გადამიბრუნდეს სხვანაირად და მე აქ რასაც ვიძახი, ეგრე უნდა ვიცხოვრო და კი, მინდა, ძალიან მინდა, ძალიან მინდა. და იდეაში მართლა ვცდილობ, მაგრამ არ გამოდის სულ. და როცა არ გამოდის, მაშინ ვიღუპები. მაშინ ვიღუპები მეც, ნიკუშაც, ჩემი მეგობრებიც, ჩემი ოჯახის წევრებიც. იმიტომ რომ ვარ გაღიზიანებული, იმიტომ რომ ვერ ხვდები რა ხდება, იმიტომ რომ არ მომწონს რაც ხდება. და ამ დროს საკუთარ თავს ვერჩი. და რატო ვერჩი? თქვენც გქონიათ ალბათ ასეთი შემთხვევები და ჩემი აზრით უბრალოდ უნდა შევეშვათ საკუთარ თავებს და რაც ვართ ეგ ვიყოთ რა. ამას ჩემ თავს ვერ უნები და შენც გეუბნები პრინციპში, ვინც მისმენ, იმიტომ რომ ეგრე ვართ გაზრდილები. ეგრე იმიტომ კი არა რომ რამე განსაკუთრებული ხდება, ადამიანები ვართ და ადამიანებს ყოველთვის უნდათ რომ სხვებს მოწონდეთ და ადამიანებს ყოველთვის უნდათ რომ იდეალურები და კარგები იყვნენ. ქვეცნობიერად მაინც. აბა დაფიქრდი. შეიძლება ვერც იაზრებდე, მაგრამ იქ ცევებს რო აკვირდები რა გაწუხებს, რო აკვირდები, რომ ეს ყველა განსჯარაც, რასაც კი გაივლებ თავში ადამიანი, რომ ეს ეხა ჩემზე ესე ხო არ ფიქრობს, ან ეს ეხა მე რო ესე მოვიქეცი, ეხა ის რას იფიქრებს, ხო? ეგ ყველაფერი არის ჩვენი ანარეკლი. ანუ ჩვენ რაც შინაგანად გვითუხტუხებს, გვიდუხს, გვაწუხებს და რა რწმენა დაჯერებებიც გვაქვს, აი მაგას რა დაპროგრამირებაც გვაქვს შინაგანად ბავშვობიდან, აი მაგას მივყვებით. და ეგ არის ცხოვრება. ეგრე ხდება. მაგრამ მე ზუსტად ეგ არ მინდა რომ ეგრე იყოს და ძალიან ვცდილობ რომ ეგრე არ იყოს და თქვენც ამიტომ ამდენს გელაპარაკებით რომ რაღაცნაირად ერთობლივად იქამდე მივიდეთ რომ ეს ასე არ იყოს. საბოლოო ჯამში რაც უფრო მეც ვუკვირდები და რაც უფრო მეც ვფიქრობ ამაზე, ვფიქრობ რომ პირიქით ეს ტყუილი კი არ არის, ზუსტად ეს არის სინამდვილე და ზუსტად ეს არის ავთენტურობა. რომ ახლა მე თქვენ გიზი ვართ და გულწრფელად იმას გიყვებით, რაც ბოლო პერიოდია ძალიან მაწუხებს. და ჩვენ, ვინც ხმამაღლა ამაზე ვლაპარაკობთ, ვინც პირდაპირ გესაუბრებით, ვინც გამოცდილებას ვაზიარებთ, ვისაც იდეაში გვინდა რომ რაღაცეები შევცვალოთ, ჩვენც ვეძებთ და ჩვენც ვჭიდაობთ და სწორედ ეს არის გზა, რომელსაც იდეაში თავიდანვე ჩავეჭიდე და რომელსაც მინდა რომ ბოლომდე მივყვე და სადღაც ფონს გავიდე. და ეგრე არის, რომ 4 ნაბიჯს წინ რო გადადგავ, მერე 3 ნაბიჯს უკან დგავ, მერე 4 ნაბიჯს წინ გადადგავ, 2-ს უკან, მერე შეიძლება 5-იც გადადგავ უკან და მერე 10 წინ და ესე წახვედი, ესე დადიხარ. ეგ არის. რა ვქნათ? ხო და ამიტომ მე გულწრფელად ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მისმენთ. მართლა ძალიან დიდი მადლობა. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩემთან მოსულ ხართ და გითქვამთ, რომ მისმენთ და გირჩევიათ, რომ არ გავჩერდე. გითქვამთ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ. გითქვამთ, რომ მე მელაპარაკებოდი იმ ეპიზოდიდან მე რატომ მელაპარაკებოდი? აი ეს ნიშნავს, რომ ჩემი ეპიზოდი შედგა. რომ ჩვენ შორის კავშირი დამყარდა. და ეხლა ზუსტად ეგ მინდა რომ მოხდეს და ბოლომდე მივაწყები იმას, რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ ყველა გარეთ გასვლაზე ხალხრავალ ადგილას რამდენჯერაც გავდივარ, ერთი ადამიანი მაინც მოდის და მეუბნება რომ მისმეს მიყურებს, მოუწონვარ და მადლობას მიხდის იმის გამო, რომ
ბევრი ადამიანის სათქმელს ვიძახი. ეგ არის. ზუსტად ეგ არის. იდეაში ჩემი პოდკასტი შედგა. თავამად შემიძლია ვთქვა, რომ შედგა. მთავარია მე ჩემმა თვითკრიტიკამ მოტივაცია არ დამაკარკინოს ხოლმე. და აი ამ ვიდეოს შემდეგ ძალიან დიდი იმედი მაქვს და ძალიან მაგრად მჯერა, რომ ეგრე აღარ იქნება. იმიტომ რომ ამისგანაც დავიცალე და პირდაპირ გითხარით ყველაფერი რის თქმაც მინდოდა და ძალიან კარგი შეგრძნება არის ეს. მე არ ვარ იდეალური და მე არ მაქვს ყველა პასუხი. ისი სხვა შორის შენ შეგიძლია რომ ეს ჩემთან ერთად გაიმეორო. მე არ ვარ იდეალური და მე არ მაქვს ყველა პასუხი. და სწორედ ეს არის ნორმალური და სრულებით არ არის აუცილებელი, რომ სავსე სურათი შევქმნათ ჩვენი ცხოვრებიდან, რომ იდეალურზე იდეალური იყოს ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენც. მე არ ვარ იდეალური, მე არ მაქვს ყველაფერზე პასუხი. და ეს ნორმალურია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ვარ. ვარ ადამიანი, რომელიც შენსავით ესე დაძვრება, შეძვრება, გამოძვრება, იქ გაიჭედება, ვერ გავა, მერე გამოეჭედება, მერე იქიდან აქედან მოუვლის, იქიდან მოუვლის, ისე იზავს, რომ იქნებ საიდანღაც სადღაც გახვიდე და გადიხარ კიდევაც თუ არ ჩერდები. ეგ არის. ეგ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სრულყოფილი სურათის შექმნა. ნამდვილად დარწმუნებული ვარ. 100%-ით. უბრალოდ ხანდახან ეს ჩემი მეორე სოფო არ მიშვებს ხოლმე მაგისკენ. მაბრკოლებს და ეგეც ალბათ ჩვეულებრივი რაღაცაა. ყველას ყავს დამბრკოლებელი. ერთი წელი მაინც საკუთარი თავის სახით. ეს ეპიზოდი იქნება პატარა აღიარება, რომ ხანდახან მადლიერად ვგრძნობ თავს. და თქვენთან ერთად ყოფნა სწორედ მაგიტომ მიყვარს, რომ აქ და ახლა სიმართლის თქვა შემიძლია. რომ ამ წამს რასაც ვგრძნობ, რა დაკვირვებებიც მაქვს, რა გამოცდილებაც მაქვს, პირდაპირ ვაზიარებ. და არა უშავს თუ ზუსტად ისე ვერ ვიქცევი ხოლმე, როგორც აქ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ რა ვიცი, ხან წაიქცევი, ხან ნადგები, ეგრეა. გაიგე, სოფო დაიმახსოვრე, შენც დაიმახსოვრე. ხო და თქვენთვის კიდევ ერთი კითხვა მაქვს, თქვენ არ გიგრძნიათ თავი? შენთვის კიდე ერთი კითხვა მაქვს, დარწმუნებული ვარ, შენც გიგრძნია თავი ეგრე, რომ ვიღაცას რჩევას აძლევ, მეორე წამს შენ ცხოვრებაში რაღაცები გერევა და ფიქრობ, რომ რა მინდოდა, რას ვიტყუები, ვის რა რჩევას ვაძლევ და როგორ უმკლავდები ამ ემოციას, რამდენად ხშირად ფიქრობ ამაზე და როგორ გონია რა არის მიზეზი ამაზე ფიქრის. მადლობა რომ მისმინე, მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავი. ეს მიკროფონი არის ჩემი მეგობარი ხმის რეჟისორის, ბატონი ნიკოსი, რომელმაც თვითონ შემომთავაზა ასეთი ძალიან გამართული და პოდკასტური მიკროფონის დაყენება ჩემს ახალ ეპიზოდში და ძალიან მეხმარება, მადლობა მას. მადლობა თქვენ რომ მისმენთ, მადლობა 600 subscribers, რაც ძალიან ბევრია ორ თვეში და შევხვდებით ორშაბათს 9 საათზე. ამის სახელი არ ვიცი თუ გინდათ კოცნას გამოვაგზავნე. კოცნა გავაგზავნე მე რა ბიკო. იმე. cut. ორში? ეს ეპიზოდი პატარა არის.